გამარჯობათ. ვაგრძელებთ საუბრებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ და ამჯერად ვისაუბროთ ბავშვზე ძალადობის სტატისტიკურ მონაცემებზე. 2001 წელს გაეროს მოთხოვნით ჩატარდა კვლევა ასეთი სათაური: ძალადობა ბავშვთა მიმართ, რომლის მიზანი იყო მსოფლიოში ბავშვზე ძალადობის პრობლემის შესწავლა და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება. კვლევა ეფუძნებოდა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლში დეკლარირებულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული ძალადობისაგან. ძირითადი ინფორმაცია შეგროვდა კითხვარების საშუალებით, რომლებიც შეივსო 133 ქვეყანაში. კითხვარი მოითხოვდა ამ ქვეყნებში ბავშვებზე ძალადობის ფაქტების დეტალურ აღწერას და სახელმწიფოსაგან ადეკვატურად მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას. კვლევის შედეგები აღმოჩნდა გამაოგნებელი. ძალადობა შეიმჩნევა მთელ მსოფლიოში, განურჩევნად სოციალური ფენისა, კულტურისა, ეთნიკური კუთვნილებისა ან წარმომავლობისა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2002 წელს მთელ მსოფლიოში მოკლეს 53,000 ბავშვი. ძალიან ბევრ ქვეყანაში სასკოლო ასაკის ბავშვების 20-დან 65%-მდე განიცდის როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ ძალადობას. 2002 წლის განმავლობაში 18 წლამდე 150 მილიონ გოგონასა და 73 მილიონ ბის აიძულებდნენ დაემყარებინათ სქესობრივი კავშირი ან სქესობრივად ძალადობდნენ მათზე. მთელ მსოფლიოში 100-დან 140 მილიონამდე გოგონასა და ქალს სხვადასხვა ფორმით ჩაუტარდათ სასქესო ორგანოების მუტილაცია, ანუ ოპერაცია ორგანოების დასახიჩრების მიზნით. 2004 წელს 218 მილიონი ბავშვი ჩაბმული იყო შრომაში, ამათგან ნახევარი ასრულებდა სახიფათო, ხოლო 5-დან 7 მილიონამდე იძულებით მუშაობას. თითქმის 2 მილიონი ბავშვი ჩართული იყო პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში. მილიონზე მეტი ბავშვი იყო ტრაფიკინგის მსხვერპლი. 2002 წელს ბავშვების მკვლელობის მაჩვენებლები ორჯერ მაღალი იყო ღარიბ ქვეყნებში, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში. ოჯახის წევრებისგან ან ახლობლებისაგან 10 წლამდე ბავშვების მიმართ ძალადობის რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე 10-დან 19 წლამდე. 10 წლამდე ასაკის ბავშვების მკვლელობათა მნიშვნელოვანი წილი მოდის საყვარელზე, მშობელ ნაცვალზე ან მსხვერპლის სხვა ნაცნობზე. ამასთან ერთად, კვლევების თანახმად, მოსახლეობაში ძალზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს ფიზიკური დასჯის გამოყენებისა და მისი ეფექტურობის შესახებ. კანადაში, მაგალითად, გამოკითხული მოსახლეობის 59%-ის აზრით, სილის გაწნა საზიანოა და 86% მას არაეფექტუროდაც მიიჩნევს. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოკითხული მოსახლეობის 84% თვლის, რომ ბავშვის დასაჯელად კარგი სილის გაწნა საჭიროა. რაც შეეხება მაგალითად კორეას, აქ გამოკითხულთა მოსახლეობის 90% მომხრეა ფიზიკური დასჯის. ყურადსაღები აგრეთვე, რომ ფიზიკური და სექსუალური ძალადობისაგან განსხვავებით, ბავშვებს ფსიქოლოგიურ ძალადობას მთელ მსოფლიოში ნაკლები ყურადღება ეთმობა. არსებობს მტკიცებულებები, რომ ბევრ ქვეყანაში ბავშვის საქციელზე დაკვირვება მშობლების ჩვეულებრივი რეაქციაა. რაც შეეხება გალანძღვას და მცინავის სახელებით მიმართვას, მუქარას, მიტოვებასა და ჩაკეტვას სხვა ქვეყნებში აქ ძალიან განსხვავებული მონაცემებია და ამდენად ჭირს რაიმე
სერიოზული დასკვნის გაკეთება. 2007 წელს UNICEF-ის შეკვეთითა და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობით საქართველოშიც ჩატარდა ბავშვზე ძალადობის გავრცელების ეროვნული კვლევა, რომლის მიზნები იყო საქართველოში დაედგინა პირველი დაბადებიდან 18 წლამდე ბავშვების ძალადობის მასშტაბი, ძალადობის სახეები, ძალადობასთან დაკავშირებული ფაქტორები, ბავშვზე ძალადობის, უხეშად მოპყრობისა და უგულებელყოფის პრევენციისათვის საჭირო რეაგირების სახე და მასშტაბები. კვლევის შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი. ძალადობის მოწმეობა, ანუ ისეთი გამოვლენებები, როგორიცაა სახლში ქურდობა, უფროსებს შორის ყვირილი, არეულობა ქუჩაში, ალკოჰოლის ანუ ნარკოტიკის გამოყენება, ნაცნობის მკვლელობა, იარაღის გამოყენება, უფროსებს შორის ცემა-ტყეპა, ეს მომენტები გამოვლინდა 59.1%-ში. ამასთან ერთად, კონკრეტულად სხვადასხვა ადგილებში ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა შემდეგი პროცენტული მაჩვენებლებით. მაგალითად, ოჯახში, რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, ანუ ასეთი ქცევები: ყურის აწევა, თმის მოკაჩვა, ხელით ცემა, ხელფეხის კვრა, საგნით ცემა, დანით დამუქრება, შეიმჩნევა 54%-ში გამოკითხულთა მოსახლეობისაგან. ფსიქოლოგიური ძალადობა, ისეთები როგორიცაა დაყვირება, განზრახ-დამცირება, სხვა ბავშვებისაგან დაჩაგვრა, ეს შეიმჩნევა გამოკითხულთა 59.1%-ში. რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, აქ ნავაგულისხმევია სექსუალურ თემებზე საუბარი, პორნოგრაფიის ჩვენება, სექსუალური შეხება, სექსუალური ურთიერთობის მცდელობა დაფიქსირებულია 7.8%-ში. რაც შეეხება დაწესებულებებში, ფიზიკური ძალადობის აქტები, ისეთი როგორიცაა ყურის აწევა, ხელზე ან მკლავზე დარტყმა, თავში, სახეში დარტყმა, თმის მოკაჩვა, პაღურის ამოკვრა, ტკენა, დაზიანება, თითების გადაგრეხვა, მოგუდვა, დაბმა და დაჭრა დაფიქსირდა 71.1%-ში. ფსიქოლოგიური ძალადობა, ისეთი როგორიცაა დამამცირებლად მიმართვა, გალანძღვა, ნივთების მოპარვა, გატეხვა, განზრახ-დამცირება, თავი სულელად აგზნობინო, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა გამოკითხულთა 61.5%-ში. რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, ანუ ისეთ მომენტებს, როგორიცაა პორნოგრაფიის ჩვენება, სექსუალურად შეხება, ტანსაცმლის იძულებით გახდა, ბავშვის ინტიმურ ნაწილებზე შეხება, იძულება ბავშვი შეეხოს უფროს ინტიმურ ნაწილებზე, ბავშვის იძულება სექსუალურ ურთიერთობისაკენ დაფიქსირდა გამოკითხულთა 16.6%-ში. და ბოლოს, სკოლაში ფიზიკური ძალადობა, ანუ ყურის აწევა, თმის მოკაჩვა, ხელზე ან მკლავზე დარტყმა, ტკენა და ზიანება, თავში, სახეში დარტყმა, პაღურის ამოკვრა, თითების გადაგრეხა, მოგუდვა, დაბმა და დაჭრა დაფიქსირდა გამოკითხულთა 57%-ში. ფსიქოლოგიური ძალადობა, ისეთები როგორიცაა დაყვირება, გალანძღვა, დამამცირებელი სახელით მიმართვა, ნივთის მოპარვა, გატეხვა, ცუდი შეფასებით დამუქრება დაფიქსირდა გამოკითხულთა 57.5%-ში. რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, ანუ პორნოგრაფიის ჩვენება, სექსუალური შეხება, ტანსაცმლის იძულებით გახდა, ბავშვის ინტიმურ ნაწილებზე შეხება, იძულება ბავშვი შეეხოს უფროს ინტიმურ ნაწილებზე, ბავშვის იძულება სექსუალური ურთიერთობისაკენ
დაფიქსირდა გამოკითხულთა 5.6%-ში. ამ კვლევის შედეგების ანალიზმა შემდეგი დასკვნები გააკეთებინა კვლევარებს. პირველი, საქართველოში ბავშვებზე ძალადობა და უგულებელყოფა გავრცელებული. ბავშვზე ძალადობა გვხვდება როგორც ოჯახში, ასევე სასწავლო საავადმყოფო დაწესებულებებშიც. ბავშვები ძალადობას განიცდიან როგორც მოზრდილებისაგან, ასევე თანატოლებისაგან. შემდეგი, ბავშვებს აქვთ იგივე შთაბეჭდილებანი და საჭიროებები, რაც ძირითად მოსახლეობას. და ბოლოს, ბავშვზე სექსუალური ძალადობა საჭიროებს დამატებით კვლევას. ვინაიდან პასუხები არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი.